ისტორია მდგომარეობს შემდეგში. ევგენი აფრასიძე, მამა, შმაგი ომეხ და გოჩა აფრასიძეების თავიდანვე, როგორც ჩანს, პოლიციასთან იყო შეკრული, ასე რომ ვთქვათ, და მათთან ჰქონდა სულ კონტაქტი. ერთი პერიოდი მისი შვილები, შმაგი და ომეხ აფრასიძეები იყვნენ ძებნილები, თან ისეთ ძებნილები, რომ ადგილზე ლიკვიდაციით ამ დონეზე ჰქონდათ საქმე და ამიტომ პოლიციას ერთ-ერთ ძმა უშხვანთან ჰქონდა პრობლემები და მათ ვერ იჭერდნენ, არ ვიცი რატო და ვერაფერს ვერ უშვებოდნენ. შესაბამისად, უნდათ ამ უშხვანების ძმების მოშორებაც. დაუკავშირდნენ ევგენის და უთხრეს ასეთი რამ, რომ თუ შენ მოიშორებ უშხვანებს, მოკლავ, ჩვენ შენს შვილებს მოუხსნით ძებნას. ევგენი, რა თქმა უნდა, რა პრობლემა იქნებოდა ასეთი ადამიანისთვის მსგავსი რაღაცის გაკეთება, არა და ერთ-ერთ იცნობდა, რა თქმა უნდა, ამ ძმებს უშხვანებს, მაგრამ გააკეთა ასეთი რამ. ევგენისთან იყო მოპარული მანქანა, ეგრეთ წოდებული ნივა, მის დიშვილს, სახელი არ ვიცი, გვარად სუბელიანს და ძმის შვილს, ანუ ბიძაშვილის შვილს მიუყვანა ეს მანქანა და უთხრა ასეთი რამ, რომ მისულიყვნენ ძმებთან, უშხვანებთან დაეტოვებინათ ეს მანქანა და მათ, ანუ ამ ბიჭებსაც და ამ ძმებ უშხვანებსაც ჩვეულებრივად კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და რა თქმა უნდა, ანუ ხვალამდე ყავდათ ეს მანქანა სადმე გააჩეროთ, ოღონდ მითხარით სად გააჩერებთ ამ მანქანას, სად შეინახავთ, არ უთხრეს რომ ეს მანქანა მოპარული იყო, რა იყო, ანუ მათაც ბევრი კითხვები არ დაუსვამთ. და ხოლო წავყვანთო და დაპირდნენ, რომ იარაღს მოუტანდნენ სანაცვლოდ, ანუ ამ მანქანის შესანახად, შენახვის სანაცვლოდ. მათაც წაიყვანეს ეს მანქანა, დააყენეს ბაბუაჩემის სახლში, თივის შესანახ ადგილას და მივიდნენ ბაბუასთან, დარჩნენ ის ღამე. მეორდილა გათენდა ბაბუაჩა სულა სოფელში სასმლის ამოსატანად და უკან რომ ამობრუნდა, გზად შეხვდნენ სოფლის მკვიდრი, რამდენიმე მამაკაცი, დაპატიჟა ისინიც და ანუ ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი იყო ამ ყველაფრის მომსწრე. დასხდნენ და ამ დროს მოვიდა სახლში ევგენი აფრასიძე, რა თქმა უნდა, კარგი გაუღო, მობრძანდი ევგენი რაღაც, იმიტომ რომ ევგენი აფრასიძე ცნობილია ასევე, რომ მოკლა თავისი სიძე და შემდეგ ის ტყეებში იმალებოდა ხოლმე და ბაბუას, როგორც მონაყოლიდან ვიცი, ბაბუას რამდენჯერმე მისთვის საგზალიც კი აქვს ტყეში მიტანილი, როდესაც იძებნებოდა და დახმარებია. ევგენი მიკითხა, რომ სად იყო მანქანა და ბაბუამ უთხრა, რომ რაღაც მანქანა აყენიაო იქ, მაგრამ ნუ არ ვიცი რა მანქანა და წამოდიოდა კარისკენ მიდიოდა, რომ გაეღო ეს კარები და უპრობლემოდ ახლა არ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ეს მანქანა იყო მოპარული და შემდეგ, მაგრამ მიზეზი იყო ეს უბრალოდ ეს მანქანა, რომ რაღაც მიზეზად მოედო, ასე რომ ვთქვათ, ევგენის უშხვანებისთვის და ამოეხოცა. ზედა სართულზე სართულიდან ლაშა ჩამოდიოდა, როდესაც ეს ხმა გაიგო და საუბარი და ირგვლივ ამ დროს დამოიწყდა მეთქვა, რომ შემოვიდნენ ეზოში ევგენი, შმაგი და ომეხ აფრასიძეები და ირგვლივ სახლი იყო გარშემორტყმული რა, იარაღიანი ხალხით. ჩვენ სახლთან არის ერთ-ერთი დიდი ნაძვი და იმ ხეზე იყო ასული გოჩა აფრასიძე, იარაღით, რა თქმა უნდა. და ლაშა როგორც კი დაინახეს კიბებზე ჩამოსული, შმაგი ეცა, ეგრევე ხელებით ესე დაიჭირა და ევგენი აფრასიძემ თავში ტყვით მოკლა ლაშა უშხვანი. შმაგი აფრასიძემ უკვე მოკლულ ლაშა უშხვანი ძირს დააგდო და ერთი გადაატარა კიდევ იარაღი გულმკერდზე და ისე ჩაცხრილა და მერე შუბლზე ესე ფეხი ჩაარტყა და დედაჩემის მონაყოლიდან ვიცი, რომ გარდაცვლილ ლაშას არ მოშორდა ის რაც ჰქონდა იქ ფეხის დანარტყამი. ბაბუას მუხლში მოარტყეს ტყვია და სისხლისგან იცლებოდა ძირს ეგდო საწყალი კაცი. და ზევით მეორე ძმა იყო ოთახში გოჩა, რომელსაც ეძინა და ამ იარაღის სროლის ხმაზე გამოეღვიძა და როცა ადგა და
ხმა გაიგეს, უკვე ეკითხებოდნენ რომ ანუ ვინ არის. არ ეუბნებოდა ვინ იყო ვინ იყვნენ ზევით, ანუ იმათ ეგონათ რომ ზევით გოჩას გარდა კიდევ ქალებიც, ბავშვებიც ალბათ ხვებიც იყვნენ, მაგრამ ბაბუ არ ეუბნებოდა და ამ დროს უტყამდნენ ბაბუა ჩემს, შემდეგ გარდაცვალების შემდეგ ექსპერტმა დაადგინა რომ ანუ მუცელში ქონდა ძალიან ბევრი დანარტყამი, ანუ გაშავებული ქონდა მთლიანად მუცელი, დაჭრილ კაცს დაადგნენ და სცემეს და შემდეგ უკვე ფეხის ხმას, მეორე სართულიდან ფეხის ხმას ააყოლა იარაღი, რომელიღაცა აფრესზე, არ მახსოვს ზუსტად და დაცხრილული იყო მთელი პირველი და მეორე სართული. ჩემი ოჯახის წევრები იყვებოდნენ, რომ სახლში არ იყო დარჩენილი ჭიქა, ყველაფერი დაცხრილული იყო საერთოდ. შემდეგ წავიდნენ, დატოვეს ასე ბაბუა ჩემი. სანამ სისხლისგან დაიცლებოდა, ბოლომდე ანუ უკვე სისხლისგან დაცლილი იყო ბაბუა. ამომხედაო და ვერაფერი ვერ მითხრაოდა. და დაიხსენებს რომ როცა უკვე დაღუპულ ბაბუასო, ღიმილიანი სახე ჰქონდაო, ანუ ისე დაიღუპა რომ მაგ გაღიმებული სახით. ამ და მრავალი მოკლული და გაუბედურებული ოჯახების ავტორები არიან, ასე რომ ვთქვათ, აფრასიძეები. ახლა მისი ცოლი, მათი შვილიშვილები თუ არ ვიცი ვინც არიან, დგანან და უსირცხვილო და ამაზრზენად, დგანან და რაღაცა სამართალს ითხოვენ. სისასტიკის და ამოხოცვის და დახვრეტის მომხრე, რა თქმა უნდა, ჩვენც არ ვართ, მაგრამ გონია რომ ისინი ესე ხელები გაშვერილები და ხვდებოდნენ პოლიციელებს, სპეცრაზს, ან არ იცოდნენ, ვერ უახლოვდებოდა პოლიცია მათ სახლს, იმიტომ რომ ყოველთვის გებულობდნენ, როდის მოდიოდნენ, როდის აპირებდნენ აყვანას, ან გარბოდნენ, რა ვიცი, რას აკეთებდნენ და რატომ არ გაარიდეს მაშინ თვითონვე ის ბავშვები და ქალების სახლს, მაგრამ რაღაცნაირად ფარად გამოიყენეს თითქოს. რა თქმა უნდა მწუხვარ, რა თქმა უნდა არ არის კარგი რომ იქ მცირეწლოვნები იმყოფებოდნენ და მათ თვალწინ ასეთი ამბავი მოხდა, მაგრამ მეორე მხარეც აქვს მედალს, რომ ისინი მხოლოდ უყურებდნენ და მათმა აი ამ ბაბუებმა და მამებმა და ბიძიებმა თუ ვინც იყვნენ ძალიან ბევრი გააუპატიურეს კიდეც, დააყაჩაღეს კიდეც, ბავშვების თვალწინ მშობლებიც მოუკლავთ და უარეს სტრესში და უარეს უბედურებაში ყავდათ არაერთი ბავშვი იმ პერიოდში. ერთ რამეს დავამატებ კიდევ, რომ აი ისინიც კი, ვისაც ეს მანქანა მიაყვანინა ძმებუშვანებთან, თავისი დიშვილი და ბიძაშვილის შვილი ბიჭები, ისინიც კი ერთი გააგდოს, იმიტომ რომ მათგან მე გავრცელდა ეს ხმა, რომ ასე და ასე გააკეთა და რა ქონდა წინასწარ ჩაფიქრებული და დაგეგმილი ევგენის და მათთანაც უთანხმოება დაეწყო, მე გააგდო ერთი საერთოდ სვანეთიდან და ორივე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა ერთი სად და ერთი სად არ ვიცი ზუსტად. ძალიან გამიგრძელდა ბოდისვიხტი, მაგრამ აი ბოლოს მიუმართავ ცოლს და ლედი აფრასიძეს და კიდევ ყველა მათ ოჯახის წევრს, ვინც ნახავს ამ ვიდეოს, რომ სირცხვილია უბრალოდ გრცხვენოდეთ თითქოს აი ეს თავის მოკატუნება, რომ თქვენი ოჯახის წევრებს არავისთვის არაფერი არ დაუშავებიათ და ახლა სამართალს ითხოვთ. აი, არ ვიცი, სიტყვებიც კი არ მაქვს. ნუ იყენებთ ხალხის წარეს, ხალხის ტრაგედიებს რაღაც პოლიტიკური ნიშნით და ნუ გვიახლებთ და ნუ უახლებთ ადამიანებს ტკივილებს. თქვენ ხომ გახსენით ყუთი, ხო და მიიღეთ კიდეც პასუხები უამრავი დაზარალებული ადამიანისგან.